წითელი იყო. შემდეგ უკვე გადავიდა კინძმარაულის ღვინის ქარხანა იყო და 90 წელს უკვე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება კორპორაცია კინძმარაული. ჩვენ სხვადასხვა პირველი სააქციო საზოგადოება ვართ საქართველოში, პირველი ოფიციალურადაც პირველი სააქციო საზოგადოება ვართ. 1991 წელს მოხდა ეს ყველაფერი. That's very pleasant to hear. On the chart he's saying that they're number 1. And I've also read that they have კორპორაცია კინძმარაულს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული და მრავალი წელია ნომერ პირველია ღვინის კომპანიათა რიცხვში მთელი საქართველოს მასშტაბით. We will get to taste some of these products and let's move on and go look at some other things also. There's much more to see. So let's go. The shop of Kinsmaroli Corporation and we have all the varieties of their ეს კი კორპორაცია კინძმარაულის სასმელების მაღაზია. აქ უამრავი სახეობის სასმელს ყიდიან. They have numerous of awards and this year they got in Vienna. ეს კი მათი ჯილდოების მხოლოდ მცირე ნაწილია. ცნობისათვის კომპანიამ ამ წელს ერთი ოქროს და 3 ვერცხლის მედალი აიღო. Pirosmani, Kisi, კაციტელი, მუკუზანი, კისი, საფერავი და უამრავი სხვა სახეობის ღვინოა გამოტანილი. ძალიან დიდი არჩევანია. ნახეთ, რა საინტერესო და ლამაზი დიზაინის ბოთლია. სულ მთლიანად თიხისგან არის დამზადებული. მათ აქვთ 25 სახეობის ღვინო. ამ ღვინის ბოთლებში მოთავსებული, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე იყიდება. კომპანია შვილობილი კომპანიებიც ყავს, რომლებიც ასევე სხვადასხვა სახის სასმელს აწარმოებენ. აქ ჭაჭაც იყიდება, ის ღვინოზე მეტგრადუს შეიცავს და მძიმე დასალევად ითვლება, თუმცა ძალიან გემრიელია. ბრენდიც არის პატარა ბოთლებში და აი ჭაჭაც. ეს კოდი კი კახურია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიხდება. Discover Georgias წარმოგიდგენთ ოკეანიდა. საუკეთესო პროდუქტი ოკეანიდან. გადაცემა აღმოაჩინეს საქართველოს გენერალური სპონსორია კორპორაცია ქართული ღვინო. აღმოაჩინეს საქართველოს პარტნიორია რესტორანი ძველი მცხეთა. გადაცემა Discover Georgias მხარდამჭერია კომპანია იფკლიერთი. გსურთ გაიხსენოთ ნამდვილი შავი პურის გემო, რომლის ნედლეულის შემოტანის ექსკლუზიური მფლობელი საქართველოში იფკლიერთია.
Discover Georgias წარმოგიდგენთ ოკეანიდა. საუკეთესო პროდუქტი ოკეანიდან. გადაცემა აღმოაჩინა საქართველოს გენერალური სპონსორია კორპორაცია ქართული ღვინო. აღმოაჩინა საქართველოს პარტნიორია რესტორანი ძველი მცხეთა. გადაცემა Discover Georgias მხარდამჭერია კომპანია იფქლიერთი. გსურთ გაიხსენოთ ნამდვილი შავი პურის გემო, რომლის ნედლეულის შემოტანის ექსკლუზიური მფლობელი საქართველოში იფქლიერთია. Had a great time in Ilya Chavchavadzes museum. არაჩვეულებრივი იყო ილიას მუზეუმი. ნახეთ მისი პირადი ნივთები, მაგიდა, რომელზეც უამრავი ყველასათვის საყვარელი ნაწარმოები შეიქმნა, მაგრამ ჩვენ წინ ნეკრესი გველის. ნახეთ რა მაღლაა. აქედან კარგად ჩანს, სადაც უნდა ავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ზემოდან საოცარი ხედი იქნება. წავიდეთ. I can't wait. Let's go. Top of it all. You see, აი ახლა ყველაფერს ზემოდან დავყურებთ. ჩემს ქვევით ალაზნის ველია გადაშლილი. მონასტერი კი უკან არის. რა თქმა უნდა, ჩვენ მონასტერშიც შევალთ და დავათვალიერებთ ძველ კედლებს, ხატებს და შევიტყობთ უფრო მეც კომპლექსის შესახებ. უდიდესი ისტორიის მქონე ძეგლია და მინდა გაცილებით მეტი ვიცოდე სწორედ ამ ისტორიის შესახებ. We'll go check it out. Saint Abibos was one of the 13 Syrian fathers. წმინდა აბიბო ერთ-ერთი იყო 13 ასურელ მამათაგან, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის დასაცავად და გასავრცელებლად ჩამოვიდა. აბიბო სწორედ აქ დამკვიდრდა და აქედან ავრცელებდა ქართველებში რელიგიასა და იცავდა კიდეც დიდი სიმტკიცით. ნეკრესის კომპლექსში 3 ეკლესია ერთიანდება. They founded the monastery. ძირითადად ნაგებობები მე-6 და მე-7 საუკუნეებისა. სამონასტრო კომპლექსი ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრიც იყო. აი ჩემს წინ ყველაზე ძველი ეკლესიაა, რომელიც მე-4 საუკუნეშია აშენებული. So I was inside the church and ეკლესიაში უკვე ვიყავი და ახლა სამრეკლო კოშკში მინდა ავიდე, რადგან იქიდან დარწმუნებული ვარ ულამაზესი ხედი გადაიშლება ალაზნის ველზე. გარშემო კი შემოდგომის ისეთი საოცარი ფერებია, რომ სიამოვნებისაგან მინდა ვიყვირო, თუმცა მონასტრის ტერიტორიაზე ვიმყოფები და თავი უნდა შევიკავო. the monastery territory, I cannot show you my emotions. It's beautiful.
This is my favorite part. This is churchkhela and I'm going to try to make it ახლა ჩვენ myself. ვიმყოფებით ერთ-ერთ ღვინის საწარმოში, შატო თელავი. აი, ეს კი ჩემი საყვარელი მომენტია. ჩურჩხელის ამოვლება. დღეს მე თვითონ უნდა ამოვავლო ჩურჩხელა და ძალიან მიხარია. A thick one. You dip it in, you lift it up and then it becomes like this. You dried it up a little bit and then it's ready to eat. ნიგოზი ოდნავ სქელძაბზეა აცმული მძივივით. მას ამ ყურძნის მასაში, ანუ თათარაში ავლებენ. თათარა სქელია. ნიგზიან ძაბს ჩაძირავთ ქვაბში და შემდეგ ზევით ამოწევთ. მერე აუცილებლად უნდა ჩამოკიდოთ, რომ გაშრეს და მხოლოდ ამის შემდგომ არის შესაძლებელი მისი ჭამა. შევეცდები მე თვითონ ამოვავლო. აი მასწავლებლებიც მყავს, იმედია კარგად გამომივა. Now I have to lift it up. Hopefully it's okay. Okay. See, I'm bad. I have to do it again. Okay, my first time, it's okay. So, we're gonna hang it to dry. It will dry up and then I will eat it and I will eat a lot of this because I love it. Okay, I'll do it again. Hopefully this one will come up good the very first time I try. თურმე უნდა ჩააწვინო თათარაში და ბოლომდე გადაფარო. Really well, so when you lift it up there's no holes left uncovered. შემდეგ ამოვიღებ ფრთხილად. მაგრამ ნახეთ რა ცუდი გამომივიდა. მოდით კიდევ ვცდი. Not good. პირველ ჯერზე არაფერია თუ არ გამოგივათ. ეს არც ისე ადვილი ყოფილა. ახლა ჩამოვყიდოთ რომ გაშრეს და მერე თავად მივირთმევ. და ძალიან ბევრსაც მივირთმევ. One more? Okay. I'll do it all myself now. აი ხომ ხედავთ, კარგად თუ არ შეავსე და დაფარე ნიგოზი, ცუდი გამოდის. უნდა რამოდენიმეჯერ სცადო და გამოგივათ. Lovely. I just would like to talk to you. Is this your first time in Georgia? Yes. Okay, and is this the first time? უკაცრავად მინდა კითხოთ პირველად ბრძანდებით საქართველოში. დიახ. და კახეთშიც პირველად ხართ? დიახ, პირველად. Is it fun for you? Okay. And are you planning on coming back? როგორ მოგწონთ რთველი? კარგ დროს ატარებთ? შემდგომში თუ დაბრუნდებით კიდევ? ძალიან მოგწონს. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და კმაყოფილი ხართ. ცოტა ყურძენი დავკრიფეთ, ისე ჩვენ ლატვიიდან ვართ. And do we have another tourist here to talk to? სხვა ტურისტებიც მინდა ვნახო და დაველაპარაკო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. შეხვედრამდე. ხედავთ რამდენი უცხოელი სტუმრობს საქართველოს. ეს ტურისტი ლატვიიდან ყოფილა. ახლა კი მეც მოვკრებ ყურძენს და თან სხვა